გამარჯობათ მეგობრებო, მე ისევ დაგიბრუნდი ჩემ ბლოგთან ერთად, ახალი ვენტილატორი მაქვს წარმოდგენილი, მანქანაში თამას ვიყენებ, იმიტომ რომ კონდიციონერი არ მუშაობს, სიცხე ძალიან მაწუხებს და შესაბამისად, ჩემი გასაჭირიც მოგახსენეთ, რომ ძალიან ცხელა და ამის და გამო მჭირდება ვენტილატორი და იმედი მაქვს, რომ ხმა არ ისმის ძალიან ცუდად. ზუსტად რისი თქმა მინდა დღეს, ჩვენი თემოდან გამოწერილი ყალიბები, რავი, ყველა პირობების დაცვით ერთის გარდა ვიბრაცია არ მეგვიცია, ყველაფერმა იმუშავა ძალიან კარგად. როგორც შეზავების დონემ, ესე ვთქვათ 1-2-ზე, წყლის რაოდენობამაც, ზეთის წასმამაც იდეალური სამუშაო გააკეთა. და ამას მოდი განახებთ ახლა ამ ვიდეოში, როცა უკვე ვიღებ ამ ფორმებიდან ჩვენს ბეტონს. ხო და ესეც ჩვენი შედევრი. ახლა ვნახოთ ამ შემთხვევაში როგორ გამოიყურება ჩვენი ჩამოსხმული ფიგურები ამოვიღოთ სივრციდან. იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება და მოდი ვნახოთ რა გამოვა. მოდი გავაკეთოთ ხილთეთმანები და ვნახოთ რა გამოვიდა ჩვენი გუშინდელი შედევრიდან. იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვიდა, თუმცა ვნახოთ. ვნახოთ. კუთხეები არაა მიწებებული, რაც ძალიან მახარებს, ეს იმის ნიშანია, რომ ამ შემთხვევაში არის იმისი დიდი შანსი, რომ მიწებებულიყო, მაგრამ ზეთი ზუსტად ამისთვის წაუს. პირველი გაკეთებისთვის გამოვიდა ძალიან საღი და ჯანსაღი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვიბრაცია არ ქონია, რაღაც ადგილებში ხედავთ, რომ სიცერიელები დამრჩა. ანუ ჩემმა კაკუნმა თავიდან ბოლომდე არ უშველა, მაგრამ რავი, იდეაში, რო ავიღოთ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი არის და რავი, მე მომწონს. ერთი შეხედვით ამ შემთხვევაში მშვენიერი გამოვიდა. ხო და ახლა უკვე გადავიდეთ მეორე ყალიბზე, იმიტომ რომ ის ერთი ცალი მიწებებულია იქ საერთოდ მგონი. აქ რასაც ხედავ ახლა ამ ეტაპზე ის ზედმეტობები, რაც აქვს მოსაცილებელი მოცილდება და გადმოვატრიალოთ ამ შემთხვევაში და ძალიან თავისუფლად უბრალოდ თითები დამრჩა ქვეშ მივიღეთ ესეთი რაღაც. იდეაში არც ეს არის ცუდი, უბრალოდ როგორც გითხარით, ვიბრაცია დააკლდა და ჰაერები არის შიგნით დარჩენილი, რაც იწვევს ესეთი იერსახის ამ შემთხვევაში ცოტა დამახინჯებას. ესეთ ვარიანტში. ეს. წონა აქვს, მძიმე არის სხვათა შორის და არც ველოდი რომ ნაკლები იქნებოდა. ესეთი ლამაზი გულის ფორმის გრავირებები აქვს და მინი საყვავილეს გაკეთება შეიძლება ესე 4 მხრიდან რო გავუკეთოთ, ან ამ შემთხვევაში ცოტა გრძივი გააკეთო. რა თქმა უნდა, რომ ამისი ჩასმა მოგვიწევთ მიწაში, აქ 1 ნახრეტი არმატურა, 1 ნახრეტი არმატურა, 1 ნახრეტი არმატურა და ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გიქნებათ დაგეგმილი. იდეაში ლამაზი გამოვიდა, ცუდი არ არის და ფორმაც ძალიან მისაღები არის ამ შემთხვევაში. ორი ყალიბი, რომელსაც შემიძლია თავისუფლად რეკომენდაცია გაუწიო, იმიტომ რომ თავის საქმე შეასრულეს იდეალურად. ერთი და ესეც მეორე. ესეთი ორი ფილა გამოვიდა. რეალურად ძალიან კარგი. ეხლა გადავიდეთ მესამეზე და ვატყობ, რომ მესამე ცოტა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. და ეს არის ჩვენი მესამე ფილა ამ შემთხვევაში, რომელიც ცოტა არ იყოს და გონი მიეკრო ზედაპირს, იმიტომ რომ არა მიკრობია, მე მეგონა რომ მიეკრო. მოდი ამოვატრიალო და შევხედოთ რა მივიღეთ აქ. აქ მივიღეთ ძალიან ბევრი ზედმეტობა, იმიტომ რომ მეორე მხარეს ყრივი ზედაპირზე, რავი, ხო ვერ დავაჩაქუჩებდი ახლა ამას და იდეაში ესეთი ფორმები გამოვა. ახლა როგორ ჩამოვარდა. როგორც ყინულის ფორმები არის ზამთარში, კი არა და მაცივარში, ზუსტად იგივე ფორმებს მივიღებთ რა. დეკორაცია თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ, მაშინ ძალიან ისე უნდა დავდოთ ზედაპირზე, იმიტომ რომ ეს ზედმეტობები რაც ქონდა, აგერა აქ ახლა კუთხეებში, კი ხედავთ. და ესეთი რაღაცა გამოდის ჯამში.
ნუ ამით ეხა იმდენად კმაყოფილი არ ვარ. უკეთეს რაღაცას ველოდი, მოდი სიმართლეს ვიტყვი, თუმცა კრიტიკულად ცუდი არ არის ეხა. მაგასაც ვერ ვიტყვი, რომ ეგრე არ ვარგა. ვიღაცა შეიძლება მოსწონდეს ესეთი რაღაცეები, ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს. აღმოჩნდა რომ მე არ მომწონს. მოდი ეხლა გავასუფთავოთ ზედაპირი და განახებთ რა. აი ესეთი რაღაცეების დაალაგება შეიძლება ამ შემთხვევაში ლამაზად. რავი, ეს უკვე გემოვნების ამბავი არის და ეზოში თუ მოგწონთ ან სადმე დეკორაციის სახით. მაგრამ როგორც გითხარით, ზედაპირი უნდა იყოს ძალიან სწორი და არ უნდა აიწიოს ყალები ჰაერში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ზედაპირი არასწორი გამოდის, იმიტომ რომ აი ქვედა მხარეებში ხარ ვატყობ აქაც, რომ სავარაუდოდ რომ ვაჭერდი, როცა ცემენტს ვადებდი ზევიდან ამ შემთხვევაში ცოტა მაღლა წამოიწია, ცემენტმა დაბლაგაჟონა და შესაბამისად ზედმეტობები დაემატა. რეალურად რო შეხედო, იგივე ფორმა გამოვიდა, ცუდი არ არის. თუმცა უკეთესი შეიძლებოდა. ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ და მხოლოდ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. ეხლა მინდა რომ შემოგთავაზოთ ესეთი რაღაც. აი ამ ყველა პროდუქტის განხილვა. სად იყიდოთ? ღირს თუ არა ამისი ყიდვა და რა დაგიჯდებათ ამ შემთხვევაში? როგორც ერთი დათვალიერებით შეხედეთ, ბეტონი არის მყარი, უკვე გამომშრალი ჩანს, მაგრამ სრული შრობა იქნება სადაც 10-15 დღეში ალბათ. მანამდე არ გაშრება, იმიტომ რომ ბეტონის მაქსიმალური შრობის დრო არის 28 დღე, მაქსიმალური ისიც კარგ კონდიციაში, როცა იდეალური ამინდი არის, მზე ანათებს, თუმცა მას სისველეც უყვარს, რომ არ დასკდეს ამისთვის, ზოგჯერ საჭირო არის, ეგრევე ვთქვათ, პარკი, რომელსაც პურებს ახვევენ, ან საკვებს ახვევენ, აი მაღაზიებში როცა სწრაფი, არა, მზა საკვებს შეიძენთ, პარკებში რომელშიც ახვევენ, რა ქვია, მაგ პარკს ვერ გავიხსენებ, მაგრამ გავიხსენებ მერე გეტყვით. ან თქვენ თვითონვე შეგიძლიათ კომენტარში დაწეროთ. ზუსტად აი ამ პარკში ახვევენ, წყალს ასხავენ და მარტივად რო ვთქვათ, ტენიანდება და უკეთესი ხდება. შრობის პროცესში არ შრება და მიკრობზარებს არ იკეთებს. მიკრობზარები რაც უფრო ნაკლები აქვს, მით უფრო დიდი ხანი იცოცხლებს. მარტივად რო ეს ყველაფერი ახლა მაქვს აქ, მოდი განახებთ პარე. პირველ რიგში რო ავიღოთ, მოდი ხელს აღარ დავისვრი უკვე მეხუთეთ. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ფიგურა, რომელიც გაკეთდა. ამ შემთხვევაში, აი, როგორც მოგახსენეთ, არ აქვს ვიბრაცია მიცემული და აქვს ძალიან ბევრი საჰაერო ადგილი, ანუ სუსტი ადგილები, მარტივად რო ვთქვათ, აი, მინდა რომ ახლოს მოხვიდეთ ცოტა, აი ესეთი ადგილები, სადაც ჰაერები არის. თუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება პატარა ვიბრაციის საშუალება, ვიბრაციის სპეციალური აპარატი, შეაყოფთ ესეთ ადგილას, ან უბრალოდ ახლოს მიიტანთ, ან უფრო მეც დაუკაკუნებთ ვიდრე მე, ამ შემთხვევაში ესეთი სიცარიელი არ ექნება, ანუ საჰაერო ადგილი არ ექნება, მისი ხანგრძლივობა უფრო დიდი ხანი იქნება. ის ახლა ერთი შეხედვით ჩანს, რომ არის ძალიან მყარი, ესე ვთქვათ, გამომშრალი, მაგრამ არა, აი ეს ფერი ამ შემთხვევაში არის სრულიად გასაშრობი ფერი. იდეაში რომ ვთქვათ სიმართლე, ამ ყალიბში, ნუ 4-ვე ყალიბში 2 ცალი იყო ერთნაირი, აი პატარა საქოთნის დიზაინის, დანარჩენი იყო სხვადასხვა ერთი ესეთი და მეორე ფილის ყალიბი, სულ დამიჯდა 54 ლარი თემოდან რომ გამოვწერე. თუ გექნებათ სურვილი, უბრალოდ კომენტარის სახით დაწერეთ და რაც კი რამე მაქვს თემოზე გამოწერილი, ყველაფრის ლინკებს ჩაგიგდებთ. უნდა გაგიზიაროთ, ესაა ჩემი გამოწერილი ნივთები თემოდან. ნუ საქარე მინა ჰამაკი, ტვერსასრუტი, აი ეს უნდა გამოვწერო შენახულებში. მაქვს ძალიან კარგი ზარი არის, აღწერებიც ვნახე და მომეწონა. ეს კამერების სისტემა მაგ გამოწერილი, აი ეს მაქვს გამოწერილი კიდე, ანუ ამ შემთხვევაში სიმბარათი იდება და ძალიან კარგად მუშაობს. როცა აშენებთ რაღაცა ობიექტზე, ან რაღაც საკეთებთ რა მოკლედ, კამერა არის პირველი, თუ ინტერნეტი არაა და დენი არ არის, ისეთი უნდა იყიდოთ, სადაც დენი იქნება ამ შემთხვევაში. დენი კი არა, ბოდიშით თავისი კვება ექნება, მზის წყარო და პლუს სიმბარათი იდება, რომ ყოველთვის შეძლოთ მისი კონტროლი ან იმ ობიექტის. სადაც Wi-Fi არის ან ჩვეულებრივ ოპტიკური ინტერნეტი მიდის, აი ესეთი. აი ეს მეორე დიზაინი, რაზეც წეღან გეუბნებოდით, ნუ ეს კოღების საკლავი, აი ესეთი რაღაც ფორმების ყიდვა შეგიძლიათ. ესენი ძალიან ბევრი გავაჩუქე სხვათა შორის თავიდან, აი ესეთი რაღაცები მომეწონა, ეს ჩამოვიტანე 17 ლარით 30 მეტრი და ძალიან კარგი იყო. პლუს აი ესეთი ყალებიც ძალიან მომწონს ამ შემთხვევაში.
ფანჯრის გარშემო კეთდება და თუ მოვაბი თავი ამასაც ჩამოვიტან უეჭველი ესა 5 ლიტრიანი საშხურებელი ამ შესაწამლი თუ გქონთ რაღაცა ელექტროარი და ძალიან იაფი არის და რატომაც არა თქო შევინახე ესეთი რაღაცები ძალიან მომწონს ხოლმე და ესენი კიდე მზის განათებები აი ესეთი ფილებიც მომწონს აქ ერთი და იგივე შემინახია ნუ ეს სანიაღვრე რომ მიწას არ თხრიდეს შეგიძლიათ ესეთი ჩამოასხათ პირდაპირ ყალები იყიდება თუმცა 84 ლარი ამისთვის მეძვირება ეს დეკორაციული გაფორმების ყალები ესეთივე ფორმისა ანუ აი ამ ფორმას ასხავთ 4 წელს ერთი მეორეში ჯდება და მარტივად რო ვთქვათ აი ესეც ილამაზეს იღებთ კედლის დეკორისთვის ანუ გარე ფასადის დეკორისთვის შეიძლება აი ესეთის ჩამოტანა დააკვირდით გარედან უნდა მიაკრათ ამ შემთხვევაში მე წებოცემენტით ჩვეულებრივად იჭერს და ესეთი ფილებიც ძალიან მომეწონა ნუ ეს ბილიკი ყველას გაგიზიარეთ ესეთიც შეიძლება და აი ესეთები იყიდება კიდე ზევიდან ცემენტს რო დაასხავთ უკვე უნდა დაადოთ და ფორმას აძლევს თუმცა ეს ფასი ნამეტარი მეძვირება ამისთვის. თუ გექნებათ სურვილი, ამასაც გაგიზიარებთ არანაირი პრობლემა არა მეგობრებო. ალბათ თქვენიცი დროებით. ცილებელი ვიღაცა მთლიანი ეზოში ეს დააგოს, უბრალოდ დეკორისთვის სჭირდებოდეს პირველი საფეხურის კიბეებზე 6 ცალიან, 8 ცალიან რაღაცა და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს დაუმზადოთ ძალიან მარტივად. ამიტომ თუ ამისი ლინკი დაგჭირდებათ, შემიძლია მოგეწოდოთ, უბრალოდ მომწერეთ ან დააკომენტარეთ და ჩაგიგდებთ არანაირი პრობლემა არ იქნება. ხარისხით ძალიან მომწონს, ანუ აი ეს გრავირება ეგრეთ წოდებული არის ძალიან კარგად გამოყვანილი, რაც ძალიან დასაფასებელი არის. მარტივად რო ვთქვათ, პლასმასის ხარისხი, დღეს იყო კითხვა, ანუ რამდენ ჩამოსხმას გაუძლებდა. იდეაში როგორც თქვენ მოულით, ზუსტად იმდენ ხანს გემსახურებათ. თუ ჩამოსხმის შემდეგ პლასმას გაასუფთავებთ და ბეტონის ჩასხმამდე ამ შემთხვევაში მარტივად რო ვთქვათ, ზეთს წაუსვამთ, იგი ბევრად დიდხანს იცოცხლებს. პლუს ამას როცა ყალებიდან რაღაცის ამოღება გინდათ, არასოდეს არ ეხმაროთ ჩაქუჩი. იმიტომ რომ ეს არის პლასმასი, მიიღებს დეფორმაციას, ან გატყდება და მერე მეყოლე ვარდივით ქვია ამ მდგომარეობას. ანუ ვერანაირად ვერ აღადგენთ. ნუ პლასმაშიც თუ წაუღებ სადმე და ის გააკეთებს რაღაცას, ამ შემთხვევაში კი. ეს არის შემდეგი ფიგურა. და ამ ფიგურაზე ეხლა რას ვხედავ მე? ეს არის მარტივად რო ვთქვათ, მინი ქოთნისთვის, აი ლამაზი დეკორაციული ბონსაის ბაღი რო კეთდება, აი პატარა ხეები რომელიც არის, რომელიც 100 წელი იზრდება, მაგრამ აი ესეთი არის, იმენა ხეს გავს, მაგრამ არის მინიატურა. აი მათთვის რაღაცა ლამაზი დეკორის შესაკვირველად. ეს სიმართლე რო გითხრათ, ორ ვარიანტი იყო, ერთი არის წაწვეტებული თავით, უფრო ლამაზი ჩანს, მაგრამ რეალურად მე ეს ავირჩიე გულის ფორმების ვარიანტში, უფრო რაღაც ისეთი არის, აი მინი დეკორაციული ბაღი რო გააკეთოთ ყვავილების, ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ატრიბუტი, რომელიც დაამშვენებს და მეორე ვარიანტი არის კიდე აი როგორც პატარა ჯებირი არის, ზუსტად აი ერთ-ერთმა გამომწერმა ჩამიგდო დღეს და ეგეც მაქვს ჩემთან ლინკებში დამატებული. რეალურად გამოწერილი არ მაქვს, მაგრამ ეგეც მაქვს. ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. არის სკელი და არის მკვრივი. ამ შემთხვევაში ცემენტის რაოდენობას თუ არ მოვაკლებთ, იქნება ძალიან მდგრადი. თუ მეტი სიმყარე გჭირდებათ, ნუ მე თუ მკითხავ აი ამ ფილებში, რომელზეც არ უნდა იაროთ, ანუ ამ შემთხვევაში ღობისაზე, აქ არმატურა არ დაგჭირდებათ, მაგრამ აი ამ ფილაზე, თუ თქვენ არმატურას შიგნით ჩადებთ, ანუ სისქე შეხედეთ, სისქე არის სადღაც 2 სმ-ნახევარი ყველაზე ცოტა. მარტივად რო ვთქვა, შიგნით არმატურას თუ ჩადებთ, შეგიძლიათ ზევიდან იაროთ და თუ გინდა მანქანით იარეთ. მაგრამ თუ არ ჩადებთ, ამ შემთხვევაში ადამიანმა რო იაროს ახლა 100 კილომდე და ზევიდან არ იხტუნაოს და ქვევიდან ლუფტი არ ქონდეს, სადაც ესე ითამაშებს ზევით ქვევით, იგი იდეალურად გაძლებს წლების მანძილზე. აი, ნამდვილად იდეალურად გაძლებს. მაგრამ თუ მეტი სიმყარე გინდათ, შიგნით შეგიძლიათ რკინები ჩაალაგოთ. მარტივად რო ვთქვათ 30-30-ზე არის 25-25-ზე რო დაჭრათ, 3 ესე რო ჩადოთ, 3 ესე რო ჩადოთ, იდეალური გამოვა. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ზემყარს. მაგრამ ეხა მე ერთხელში კი მიჭირავს, მაგრამ ყველაზე ცოტა აი რასაც უგრძნობ 7-8 კილოგრამი ისი არის როგორც არაფერი. აი ცვეთში ბოდიში სიტყვისთვის. აი ყველაზე ცოტა უგრძნობ რომ 7-8 კილოგრამი არის. იმიტომ რომ არის წონის ცოტას. აი ეს სადღაც 20 კილოზე მეტი არის. ან 20 შეიძლება არ იყოს, თუმცა
14-16 კილოგრამი ისე არის როგორც არაფერი, იმიტომ რომ ეხა გირის წონას თუ შევადარებთ, რასაც არა 20 კილო არ იქნება. განტელის წონას 20 კილო ნამდვილად არ იქნება, მაგრამ 16-14 კილოგრამი ყველა ვარიანტში იქნება. ხელი აქვს უბრალოდ მოუხერხებელი, მოსაკიდებელი და შესაბამისად ამისი აწევა ცოტა რთული არის. აი ესეთი რაღაცები შეძენა ამ შემთხვევაში ძალიან გაგიმარტივებთ ვიზუალური დეკორაციის შექმნას ეზოში და გექნებათ ლანდშაფტის მოწყობის სურვილი და გაქვთ რაღაცა ბიუჯეტური იდეა, როგორ რა შეიძლება რო გაკეთდეს. უბრალოდ მომაწოდეთ იდეის დონეზე და მოდი გავტესტოთ. მე მაქვს კიდე ერთი იდეა ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ყველაზე იაფად შემოიღობოს ჩვენი ნაკვეთი ნაჭრების და ბეტონის ხარჯს. აი ეს იდეაც მინდა გაგიზიაროთ, ამ შემთხვევაში ამას დავდებ როგორც Instagram Reels და თუ იქნება დაინტერესება, მეც მინდა რომ გავტესტო და მოდი ერთად გავტესტოთ. უბრალოდ ძალიან საინტერესო იქნება რა გამოვა. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში უყურებთ ჩემ ვიდეოებს, ძალიან მოხარული ვიქნები თუ მოიწონებთ გვერდს, თუ გაუზიარებთ მეგობრებს და გამომწერებში დავემატებით, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის мотиваცია და სტიმული და ასევე საშუალება იმისი, რომ ჩემი გვერდი განვითარდეს და ამ შემთხვევაში მე მქონდეს იმის საშუალება, რომ ესეთი კონტენტი უფრო ხშირად და ხშირად ვაკეთო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ახლანდელი სამსახურებრივი მდგომარეობა არის ცოტა არ იყოს და რთული და მიწევს ღამის თენება და 12 საათი მუშაობა, შესაბამისად ცოტა არ იყოს და რაღაც ხალისი და ენერგია მაკლია ხოლმე და ამის გამო ნუ დამძრახავთ, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ და მე ძალიან ვიღლები, პლუს ამას ამ ყველაფერს მე თვითონ მარტო ვაკეთებ, მონტაჟიდან დაწყებული, გადაღებით დამთავრებული და პლუს ამას ყველა სხვა დანარჩენს პლუს ცალკე სამსახურში მუშაობ. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე კითხვები გექნებათ იმასთან დაკავშირებით, სად ვიყიდო ყალიბი, რა კონსისტენცია გამოვიყენო, აი ღირს თუ არა რაიმის შეძენა კიდე თემუდან და ასე შემდეგ, ნებისმიერ დროს დამისვით კითხვა, ვეცდები რომ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მოგეწონათ და ამ შემთხვევაში კმაყოფილები ხართ ჩვენი ყალიბებით, რაც მივიღეთ. ახლა უკვე შემდეგ ჯერზე განვიხილოთ კიდე ერთსანი წეღან, მაქვს კიდე ორი ყალიბი გამოწერილი, თუმცა ერთი მოდი საჰაეროთ, იმიტომ რომ ეს პატარა არის, ეს ცოტა დიდია, ნუ აი აქვე წერია თურმე ორევე. ამაში 19 ლარი გადავიხადე, ამაში 53 ლარი. ეს მომეწონა ძალიან ეს ყალები. ჯერ მარტო ფორმის გამო, აი ესეთი გრავირება რო აქვს და რაღაც ძალიან აუთენტური არის, ძალიან ლამაზი არის რა მოკლედ რო ვთქვათ და ძალიან მომეწონა. ნუ ამ შემთხვევაში სიგანეში არის 71.3 სანტიმეტრი, სიგრძეში არის 25.6. სრულიად საკმარისი არის ამ შემთხვევაში, რომ როგორც საფეხურები ისე დავალაგოთ, აქ დიზაინშიც არის სადღაც აი ესე დაალაგდება 1 და სულ ესეთი დიზაინით იქნება. კი, აქ არის არჩევანი სხვადასხვა დიზაინის, მაგრამ მე რატომღაც ეს მომეწონა მხოლოდ რა. რა ვფიქრობ, რომ შემოსასვლელი კარიდან საფეხურამდე ამ შემთხვევაში კიბეს უგულისხმობ, სახლის კიბემდე იქნება ესეთი დიზაინით. ძალიან პრაქტიკული ჩანს ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ამისი დაყენება იქნება ძალიან მარტივი და არ იქნება სირთულესთან დაკავშირებული და მაინც რავი ეს სხვანაირად ჩანს რა რაღაც ძალიან მომწონს რა. ფასი რავი ძვირი არ იყო მოდელის მიხედვით, ეს არის მოდელი 05A-ზე მთავრდება. ნუ ეხა წერს 59 ლარს. ნუ თემოზე ფასებს ვერ გაიგებთ, რან ხანზე ვიცოცავს ხანქვევით. აი ესეთი რაღაცა თუ მოგეწონებათ, არანაირი პრობლემა არა. მომწერეთ და ლინკს გაგიზიარებთ. ეგ არის და ეგ. ყალიბი, რომელიც არის გზაში, ჩინეთიდან მოდის ამ შემთხვევაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე წეღან როგორც გითხარით, დიდი არის 70 სანტიმეტრი არის სიგანეში. იგი გამოუშვეს სახმელეთო გზით, რაც ნიშნავს, რომ ცოტა დააგვიანდება. თუმცა, როცა ჩამოვა, ნამდვილად მინდა რომ ის ყველამ ერთად განვიხილოთ, იმიტომ რომ აი გონია რომ აი ამ პატარა ფილების დაგებას ჯობია ერთი დააგო და დიდი დააგო, რაღაც დისტანცია გამოტოვო და გააკეთო როგორც ლამაზი ბილიკი. ეს სრულიად თქვენზე არის დამოკიდებული. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ კარგ დღეს, აბა შემდეგ შეხვედრამდე. შემდეგი სერია იქნება შემდეგ კვირაში.